ფინანსურად წარმატებული ადამიანების ნომერ პირველი ჩვევა არის ფულის დაგროვება. თუ არ იცი როგორ და საიდან დაიწყო ფულის დაგროვება, მაშინ ეს ვიდეო შენთვის არის. ფულის დაგროვების დასაწყებად არ არის აუცილებელი გქონდეთ ძალიან დიდი შემოსავალი. მთავარი არის ის, რომ ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც თქვენ გაქვთ, გადაანაწილოთ ისე, რომ მისი 10% აუცილებლად გადადოთ. მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალი არის 1000 ლარი, მაშინ ყოველთვიურად 100 ლარი უნდა გადადოთ თქვენს ყულაბაში. მეორე წესი არის დათვლის წესი. აუცილებელია გქონდეთ ჩამონათვალი თქვენი შემოსავლებისა და თქვენი გასავლებისა. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ყველაფერი გახსოვთ, რაშიც ხარჯავთ ფულს, მაგრამ დამერწმუნეთ, თუ ერთი თვის განმავლობაში თქვენ გააკეთებთ იმ ხარჯების აღრიცხვას, რომელსაც ახორციელებთ, შეგეძლებათ ნათლად დაინახოთ იმის სურათი, თუ სად მიდის თქვენი ფული, უმიზნოდ ან უმიზეზოდ. ამით ძალიან ბევრ არასაჭირო ხარჯებს შეამცირებთ. ვფიქრობ, აუცილებელია ისეთი ხარჯების იდენტიფიცირება მოხდეს, როგორიც არის ტაქსიში დახარჯული ფული, ქუჩაში თუ ფასტფუდებში დახარჯული ფული, საყიდლებზე უმიზნოდ დახარჯული ფული და ასე შემდეგ. სწორედ ასეთი ხარჯების აღმოფხრის შემთხვევაში თქვენ კიდევ უფრო მეტი ფული დაგრჩებათ იმისთვის, რომ დააგროვოთ. მომდევნო წესი არის ასეთი: ყოველთვის გქონდეს დაგროვებული ფულისთვის ცალკე სივრცე. ის არ შეინახოს სახარჯ ფულთან, რადგან თუ მოხდება ისეთი შემთხვევა, რომ მოულოდნელად დაგჭირდება ფული, შეიძლება გაუხსნა ყულაბას თავი და ჩვეულებრივ დახარჯო ეს ამდენი ხნის ნაგროვები ფული. და ბოლოს, ფულის დაგროვება დაიწყე დღესვე. თუ შენელოდები რაიმე განსაკუთრებულ დღეს, ან ხელფასის მომატებას, ან ბონუსის ჩარიცხვას იმისთვის, რომ დაგროვება დაიწყო, მაშინ ალბათ ეს დღე არასდროს დადგება. დაიწყე დღესვე, გახსოვდეს, რომ თითოეული თეთრი, რომელიც შენს ყულაბაში მოათავსე, არის მომავალი, არა მარტო დაგროვებული კაპიტალი, არამედ უნარი, რომელსაც ფულის დაგროვების უნარი ჰქვია. და ყველა წარმატებულ ადამიანს ეს უნარი ძალიან კარგად აქვს განვითარებული.